მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგანს. უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. გეტყვით, რომ პირად დიაგნოსტიკას უნდა მომწეროთ პირად შეწყობინებებში, რა თქმა უნდა, მითითებულ ნომერზე, რომელსაც ვუთითებ ხოლმე ვიდეოების ქვემოთ. და გეტყვით, რომ გადავწყვეტ რა ისეთი აქციის სახით გამიკეთებინა კიდევ ერთი დამატებით, გარდა სრული დიაგნოსტიკებისა, არის ხოლმე ადამიანებს უბრალოდ რამოდენიმე კითხვა აქვთ და მხოლოდ ამ კითხვაზე აინტერესებთ პასუხები, შესაბამისად კითხვა შეგიძლიათ დაასვათ და 5 კითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ მიიღოთ ფასდაკლებით და ღირებულება იქნება 20 ლარი, ანუ კითხვა იქნება, რა თქმა უნდა, voice-ით გამოგზავნილი პასუხებით თქვენს კითხვებზე, მაგრამ იქნება მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი ამ თითოეულ კითხვაზე, რომელსაც თქვენ დაასვათ. ასე რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ, ეს იქნება 28 და 29 აპრილს, ასე რომ შეგიძლიათ ეს ორი დღე გამოიყენოთ და თქვენთვის სასურველ კითხვებს გასცეს ტარომ პასუხები, ხო, ტაროს პასუხები მიიღოთ. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, მოდით გავაკეთოთ ესეთი გაშლა. როგორ ხედავს სამყარო ეხლა ამ ეტაპზე თქვენს ურთიერთობას, როგორ ხედავს პარტნიორს თქვენთან ურთიერთობაში, თქვენ როგორ ხედავთ, ანუ რას ხედავს თქვენში, ხო, პარტნიორთან ურთიერთობაში და არის თუ არა პერსპექტივა თქვენს ურთიერთობასთან მიმართებაში. მოდით ნახოთ, როგორ ხედავს სამყარო დღესდღეობით თქვენს ურთიერთობას. შევხედოთ, ვნახოთ, როგორ ხედავს თქვენს ურთიერთობას სამყარო. აქ როგორც ჩანს არის დაფარული და დამალული ურთიერთობა, რომელიც, შეიძლება არის დაფარული და უბრალოდ ახალი დაწყებულია და ჯერ არ იცის ვინმე თქვენ შესახებ, ან თქვენთან მის შესახებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ არის ურთიერთობა, რომელიც არის დაფარულ მდგომარეობაში, ხო, სადაც, არც თქვენ შესახებ იციან, არც მის შესახებ იციან. აქ ურთიერთობას ვერ ვიტყვი, რომ რაღაცა ისეთი სიტუაცია იყოს, აქ აძლევთ ორივე შანსს, ესე ვიტყოდი, აქ არ არის ისე, რომ არ აძლევდეთ შანსს ურთიერთობაში. მაგრამ ნახეთ, როგორი სიტუაცია. მოდით ესე ვიკითხოთ, ეს თან მიმართებაში არის. ნახეთ, ურთიერთობა არის დამალული, დაფარული, ესე უფრო კარგად რო ავხსნათ. რეალურად სამყარო ხედავს, რომ ურთიერთობას რაღაც მომენტში აქვს შანსი და აქვს პერსპექტივა, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ესე უყურებს, მაგრამ როგორც ჩანს, აქ შეიძლება ურთიერთობიდან რომელიღაცა გახვედით, ხო, შეიძლება დროებით პაუზის მდგომარეობა იყოს, შეიძლება უბრალოდ დასრულების მომენტი იყოს, ხო. მეორეს მხრივ აქ ესე ვიტყოდი, რომ შეიძლება სამყარო ხედავდეს იმას, რომ ნახეთ რა მომენტია. აქ სამკუთხედი სიტუაცია გამოდის, შესაძლებელია ნახეთ ადამიანები ფიქრობდნენ, სამკუთხედი სიტუაცია და შესაბამისად ურთიერთობა არ გამოვა. ყოველ შემთხვევაში სამყარო ხედავს, რომ მაინც არის რაღაცა შანსები თქვენი ურთიერთობის დაალაგებისთვის, ხო? ახლა ალბათ არ არის ვთქვათ ისეთი ურთიერთობა იმ სიტუაციაში, სადაც ვთქვათ არის ადამიანი, მაგრამ აქ როგორ არის, იცით, ნახეთ, მიუხედავად ამისა, რომ სამყარო ვთქვათ ხედავს ამ თქვენს პატარა შანსს, მაინც აქ ურთიერთობის განვითარების შანსს, მე მგონი თქვენ ვერ ხედავთ და თქვენი პარტნიორი, ამიტომ აქ შეიძლება იყოს ესე, რომ ადამიანმა გადაწყვიტა გასვლა, გადაწყვიტა რაღაცა ურთიერთობიდან დროებით მაინც დაპაუზება ურთიერთობის. მეორეს მხრივ კიდე აქ არის ის მომენტი, როდესაც სამყარო ხედავს, რომ თქვათ თქვენი ურთიერთობა არის როგორ იცით, აი ნახეთ, თითქოს ერთად ხართ, მაგრამ ერთად არ ხართ, ხო? არის ესეთი მომენტები, როდესაც ვართ პარტნიორულ ურთიერთობაში, მაგრამ თითქოს პარტნიორულ ურთიერთობაში არ ვართ. თითქოს არ არის, ხო, რაღაც ვერ ვემთხვევით ერთმანეთთან მიმართებაში. საკმაოდ ისე ხედავს ურთიერთობას სამყარო, ხვდებით, აი სადღაც პატარა ნაპერწკალი შეიძლება არის, მაგრამ რეალურად, ფაქტიურად, შეიძლება აი
შორის მომენტი ძალიან ისე იყოს. კარგით, მოდით ნახოთ, როგორ გხედავთ თქვენ კონკრეტულად ამ ურთიერთობაში პარტნიორი. ამ ურთიერთობაში პარტნიორი გხედავთ, რომ თქვენ ძალიან ბევრს იხარჯებით, ეს არის ოჯახის არკანი 10-იან პენტაკლები, ეს არის მდგომარეობა, როცა თქვენ ძალიან კარგად გრძნობთ ამ ურთიერთობაში თავს, მე ესე ვიტყოდი, ამ ურთიერთობაში რაღაცა სისავსის მომენტები გააქვთ ნამდვილად, შეიძლება ძალიან ბევრიც გაქვთ ჩადებული, როგორც ემოციური, ასევე მატერიალური კუთხით, მაგრამ ეხლა როგორ გხედავთ, იცით რომ ნახეთ რაღაც შეიძლება რაღაც ეტაპამდე იყო ეს ყველაფერი კარგად და შემდეგ რაღაცა შევედით ჩიხში გაურკვევლობაში და ეხლა 10-იან ხმალი, მოკლედ ესე იგი 10-იან პენტაკლებიდან 10-იან ხმალში გადავდივართ. ნახეთ როგორ გხედავთ. სამყარო თქვენ ამ ურთიერთობაში მე ესე ავხწერდი, რომ აქ ძალიან ბევრი ჩადეთ ამ ურთიერთობაში, შეიძლება ადამიანს მიეცით ახალი სისხლი, გაანალიზება, წინხედვა, როგორ უნდა იყოს მისი ცხოვრება, რაღაცნაირად იმედებით დასახეთ ძალიან დიდიც შეიძლება, მაგრამ დღესდღეობით გულდაწყვეტილი შეიძლება იყოთ, ხო, ადამიანი, როდესაც არის გულდაწყვეტილი ადამიანს, როდესაც ფაქტურად გამოაცალეს ყველაფერი და დაასრულეს სიტუაცია, ხო? აქ სამყარო თქვენ ძალიან ესე ვთქვათ, ну, არ ვიცი, თან ტკივილით, მაგრამ თან სისავსით. მეორე ოჯახის არკანი 10-იან თასები. ნახეთ, როგორი მომენტია. არ ვიცი თქვენ რა გაქვთ ამ დაკავშირებით, ну, შეიძლება აქ იყოს ის მომენტი, როდესაც მეუღლეს უყურებს, ხო, ვიღაცა და ადამიანს ქონდა ძალიან ცეთი კარგად აწყობილი სიტუაცია, ძალიან ცეთი კარგი მდგომარეობა და ну სიტუაცია დაიძაბა რაღაცეები, ვთქვათ, საიდუმლო პარტნიორი გაჩნდა თქვენ შორის ბევრი საიდუმლოებები წავიდა და ну საბოლოო ჯამში ურთიერთობა დასასრულისკენ დავიდა, ხო? მაგრამ თქვენ მაინც გხედავთ, რომ თქვენ ხართ ამ ურთიერთობის საყრდენი წერტილი, როგორც ოჯახი, როგორც ადამიანი, ბოძი, რომელიც მიუხედავად ბევრი ტკივილისა და მიუხედავად გაურკვევლობისა, თითქოს არ აძლევს ამ ურთიერთობას ბოლომდე დასრულების მომენტს. ну, ნახეთ, ბოლომდე ხა ვიღაცა იტყვის, რომ თუ წასული ადამიანი ბოლომდე დასრულების მომენტი რაღა არის, ხო? ეს არის ის მომენტი, როდესაც თქვენ არ აღიარებთ, შეიძლება ითქვას და თქვენ არ აძლევთ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ სხვა ახალ ურთიერთობაში გადახვიდეთ და ну არ კარგავთ ამ ადამიანთან, ესე ვთქვათ, გონებრივ კავშირს, ხო? მოდით ნახოთ, ეს ადამიანი როგორ სამყარო როგორ ხედავს თქვენს პარტნიორს ამ ურთიერთობაში. ადამიანი, რომელიც არც იქეთ არის, არც აქეთ არის, სულ რაღაცის მოლოდინში არის, სულ რაღაცის გარკვევაში არის, ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს იტყუება, შეიძლება ითქვას ურთიერთობაში ძალიან ბევრს იპარავს ენერგიას, როგორც მატერიალურ, შეიძლება ასევე ფინანსურ. მე ესე ვიტყოდი, სამყარო ხედავს, რომ სამყაროს თვალიდან ნახული ეს ურთიერთობა ამ ადამიანთან მიანის კუთხით. ეს არის მომენტი, როდესაც ადამიანი გამოცდაზეა. ნახეთ, თქვენ ძალიან ისეთი გხედავთ, როგორც დედაბოძს სიმშვიდე სიწყნარეს ამ ურთიერთობაში და იმედგაცრუებულს, მაგრამ თქვენს პარტნიორს ხედავს ამ ურთიერთობაში ადამიანს, რომელიც არის მატყუარა, რომელიც არის რაღაცა დაპირებების და არ შესრულების ქმედებაში და ამ ადამიანს ხედავს, რომ ეს არის კარმული სიტუაცია. კარმული სიტუაცია, ну, შესაძლებელი აქ რაღაცა სასწავლი ქონდა ადამიანს, ხო, რაღაცა გაკვეთილები უნდა გაევლო, ცხოვრება სხვანაირად უნდა დაენახა, უნდა ესწავლა. აქ საკმაოდ ისეთი კუთხით ხედავს სამყარო თქვენს პარტნიორს. მე ესე ვიტყოდი, რომ თუ კი თქვენ გული გაქვთ ნატკენი, თქვენი პარტნიორის ცხოვრება ძალიან ისე სუბუქად ნამდვილად არ ჩაივლის და თქვენთან, თქვენი წყინინებიდან გამომდინარე ეს სუბუქად არ ჩავლის. თუ აქ ოჯახური სიტუაცია, თუ აქ პარტნიორია, რომელთანაც დაფარული ურთიერთობა გქონდათ, მე ესე ვიტყვი, რომ თქვენ ხართ ამ ადამიანისთვის გამოცდა და გაკვეთილი, შეიძლება არაერთი მსგავსი, არასწორი, ну, სწორად გამიგეთ, რასაც ვიძახით, ну, როცა ადამიანი სხვა ადამიანს
ღალატობს და ატყუებს, ის თქვენს მოგატყუებთ, ხო? ასე ადრე თუ გვიან. და კიდევაც ჩანს, რომ ადამიანი აქ როგორ ხედავს სამყარო და მატყუარა ადამიანს ხედავს, რომელიც არ არის ჩამოყალიბებული და სათავისად არგებს სიტუაციას. და შესაბამისად, როგორი მომენტია იცით, რომ აი ამ შემთხვევაშიც თქვენ იყავით, შეიძლება ხართ ამ ადამიანის ესე ვთქვათ გაკვეთილი და რამდენად სწორად ჩააბარებდა, ხო? აი თქვათ შანსი მიეცა სამყაროსგან ამ ადამიანს, რომ უკეთესად წასულიყო მისი ცხოვრება, მაგრამ იგივენაირ წრეზე წავიდა, ისევ იტყუება, ისევ დაწყვილი დაპირებები აქვს, ისევ არასწორი ქმედებები აქვს, ისევ გავიდა, ისევ მოვიდა, ანუ ციკლურად იქცევა და შესაბამისად სამყარო ამისთვისაც ნამდვილად არ მიუძღავს კარგს, ესე რომ ვთქვათ, ამ ადამიანს. კარგით ნახოთ, როგორ ხედავს სამყარო, აქვს ამ ურთიერთობას პერსპექტივა, თუ აქვს პერსპექტივა ამ ურთიერთობას. იცით რა არის პერსპექტივის კუთხით მე ესე ვიტყოდი, რომ აქ ურთიერთობას პერსპექტივა ნაკლებად აქვს, იმიტომ რომ აქ არის ხოგენთ ეს არის კარმული სიტუაცია, სადაც შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი უნდა მოქცეული იყოს სწორად და უნდა გაეკეთებინოს სწორი ნაბიჯები, შესაბამისად მისი არ გაკეთებიდან გამომდინარე, ადამიანი საბოლოო ჯამში მე უფრო ვხედავ, რომ თქვენ გაგიყვანთ ამ ურთიერთობიდან, ვიდრე იმ ადამიანს ხვდებით, იმიტომ რომ ეს ადამიანი შეიძლება კიდევაც დაბრუნდეს ციკლურად, რაღაცა ის წავიდეს ცოტა ხანი, ესე ვთქვათ, გაიარ გამოიეროს და რომ მიხვდება, რომ მის ცხოვრებას ცუდად დაუტრიალდა ყველაფერი და ესე მარტივადაც ვერ დაიძვრინა თავი, როგორც მას ეკონა. უბრალოდ მერე მოუდეს დაბრუნება, მაგრამ აქ როგორც მე ვხედავ, აქ თქვენ არ მოგინდებათ ამ ადამიანის დაბრუნება, იმიტომ რომ ნახეთ, თქვენ ორი თასების 10-იანი პენტაკლების 10-იანი და ხმლების 10-იანი დევს თქვენს მხარეს და ეს არის იცით როგორი მომენტი, რომ მე მატერიალურადაც დავიხარჯე, სულიერადაც დავიხარჯე, ყველაფერი გავაკეთე ამ ურთიერთობისთვის, ყველაფერში გვერდში ვეტექი ადამიანს, არ დამიხევია უკან არაფერზე და ადამიანმა ზურგში დანა ჩამარტყა და საბოლოო ჯამში დამისრულა ყველაფერი, ხო? აი რაღაც ეს მომენტი არის და საბოლოო ჯამში როგორც ჩანს, აქ თქვენ იმდენად გექნებათ ეს განცდა, რომ კიდევ მე უნდა ვატარო ეს ადამიანი და სხვა გზა არ იქნება, თუ მე არ გამოვიყვანე, თქვათ, შეიძლება დაფიქრდეთ, გიღირთ კი ეს ურთიერთობა ამათ და გიღირთ კი ეს თუნდაც რომ მეუღლე იყოთ, ეს ყველაფერი თავიდან და ნოლიდან დაიწყოთ, იმიტომ რომ აქ მე ესე ვიტყოდი, რომ აქ შეიძლება ადამიანი ძალიან ესეთი უპასუხისმგებლოდ იქცევა საერთოდ ცხოვრებისეულად უპასუხისმგებლო ადამიანები რო არიან, ხო? არა აქვს მნიშვნელობა ეს ქალბატონი იქნება თუ მამაკაცი, არიან ესეთი კატეგორია ადამიანების, რომელიც ძალიან უპასუხისმგებლოები არიან ყველა მხრივ. და თქვენ რამდენად გენდომებათ ისევ იმ პრობლემაში და იმ სიტუაციაში დაბრუნება, სადაც თავს ვერ იგრძნობთ კომფორტულად და სადაც შეიძლება ითქვას თქვენთვის სირთულეები იქნება, ეგ უკვე სხვა თქვენი გადასაწყვეტია. თუმცა აქ მე ესე ვიტყოდი, რომ აქ თქვენ დაასრულებთ საბოლოოდ ურთიერთობას. აქ ადამიანი რაღაც მომენტში პაუზის მომენტი აქვს, რომ აი გავიდეს, რაღაცა სათავისად დაალაგოს ისევე, მოატრიალოს მდგომარეობა და ნუ მერე ისევ შეიძლება მოვიდეს, დაბრუნდეს, რაღაცა რომ დააკლდება და შეაკლდება. ასე რომ აი ესეთი გამოვიდა სამყარო თქვენს პერსპექტივას ნამდვილად ამ ეტაპზე ვერ ხედავს, შეიძლება ძალიან ნაწყენიც ხართ და აქედან გამომდინარეთ და გჭირდებათ რაღაცა, ესე ვთქვათ, თქვენი ენერგიების დალაგება და თან კიდე რა არის იცით, ნახეთ, ესე ვიტყოდი, ის პერსპექტივა, რომელსაც სამყარო ხედავს დღესდღეობით, ჯერ კიდევ არის, ვთქვათ, რაღაცა პერსპექტივა, მაგრამ ურთიერთობა გასულია სიტუაციიდან. ეს ალბათ ისევ თქვენზე დაყრდნობით არის, რომ ჯერ კიდევ
გინდათ რომ დაიჯეროთ, რომ ადამიანი არ მოიქცა ცუდად, ხო? ან უბრალოდ კიდე გინდათ რომ ისეთ შანსი, რომ შეიძლება რაღაცა კითხვები დაგრჩათ უპასუხოთ და გინდათ რომ ეს კითხვები ამ კითხვებზე მიიღოთ პასუხი და შესაბამისად ამიტომ მისი დაბრუნების მომენტიც გინდათ, ხო? აი თითქოს რაღაც ეცით როგორ ის მრჩება, რომ გინდათ რომ დაანახოთ, რომ თქვენს გარეშე რაღაც მომენტში ეს ადამიანი ნამდვილად ვერ იქნება ბედნიერი და ვერ იქნება კარგად, ხო? თქვენ ქმნიდით ამ ადამიანს, რაღაც ესეთი მომენტიც არის. ნუ სამყარო საკმაოდ ისეთი ისე ხედავს თქვენს ურთიერთობას. მოდით რას გირჩევთ სამყარო, აბა ვნახოთ, რას გირჩევთ. სამყარო გირჩევთ იმას, რომ ყოველთვის იქნებიან ისეთი ადამიანები და ეს ურთიერთობა შეიძლება ითქვას იყოს თქვენთვის ძალიან გულის სატკენი ურთიერთობა მესმის ნამდვილად, მაგრამ გეუბნებათ, რომ მოდით წინ წადი, იშრომე, მაქსიმალურად ეცადე, რომ შენი გამოცდილებები გამოიყენო, იმიტომ რომ სამყარო თვითონ დაგეხმარება ამ ყველაფრიდან, რომ გამოხვიდე და დაალაგო და დატკბი შენი ცხოვრებით, ხო? ნუ ხანდახან საჭიროა, რომ ცოტა უფრო მეტად ცივი ვიყოთ ურთიერთობაში და ნუ არის ხოლმე, რომ არ უნდა ჩავდოთ იმაზე მეტი ენერგია, ვიდრე იმსახურებს ადამიანი, ხო, რატომღაც ეს მომენტი არის. და უბრალოდ წადი წინ, იმიტომ რომ შენ გაქვს უკვე შესაძლებლობა და გამოცდილება და ნუ ვარ დაბრუნდები იქ, საიდანაც თქვათ სამყარომ მოახერხა და დაგანახათ ამ ადამიანის რაღაცა ნეგატიური მხარე, ხო? დაინახე, გაიაზრე და სწორად გაანალიზე, იმიტომ რომ აქ იქნება კიდე მცდელობა, ნახეთ, მოვა და ისევ წავა და ნუ ციკლური ესე წადი-მოდის მდგომარეობა მაინც იქნება, ამიტომ ეცადე რომ უკან მოიტოვო ეს რაღაცა მომენტები და არ მისცე საშუალება კონკრეტულად ვინმეს არ აქვს ზოგადად ამ ადამიანს კონკრეტულად საერთოდ ვინმეს არ მისცეთ იმის უფლება, რომ თქვენი ენერგიები გააჩეროს, ხო, იშრომეთ საკუთარ თავს, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ამის შესაძლებლობა და სამყაროს დაგეხმარებათ იმაში, რომ წინ წახვიდეთ და უფრო აქტიური იყოთ, უფრო მეტი მიაღწიოთ თქვენს ცხოვრებაში და მეტი სასიამოვნო დღეები გაატაროთ, ხო? მოკლედ ესეთი გამოვიდა, ესე ხედავს სამყარო თქვენს ურთიერთობას, მე გისურვებთ ბედნიერებას თითოეულ თქვენთაგან, სიმშვიდეს, სიწყნარეს და შეგახსენოთ, რომ პირად დიაგნოსტიკას და უნდა მომწეროთ პირად შეტყობინებაში და დროებით.